ადამიანები, ვინც შეეწირა საქართველოს ერთიანობას, ჩვენ არ შეგვიძლია მართალია იარაღით ბრძოლა ამ შემთხვევაში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც შეგვიძლია და გთხოვთ, რომ ყველა მწუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ადამიანების წონას, ვინც ჩვენი გულისთვის, თითოეული ჩვენგანის გულისთვის და საქართველოს ერთიანობის გულისთვის შეეწირა ქვეყანას. Porque Eravida. Proszę gasa. გამოწიეთ ის პირობები. ეს ჩააკრეთ. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება არ შემიძლია მე იარაღით ვიბრძოლო საქართველოს ერთიანობისთვის. მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. დღეს აქ მოვედით მე და ჩემი მეგობრები საზღვართან, გამოვხატეთ სიმბოლური აქციით, რომ დროა დასრულდეს ოკუპაცია. მე მჯერა, რომ აუცილებლად იქნება საქართველოს ერთიანი და ჩემი 2 წლის შვილი თავისუფლად ჩავა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. საზოგადოებრივი ორგანიზაცია დროას წევრები შევიკრიბეთ აქ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი, გაერთიანდება და ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართულ გმირებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ აქ ადგილობრივი ხალხისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველი დღე და ყოველი კვირა ოკუპაციის კვირეული. და ამ აქციით, ამ ჩვენი ჟესტით გამოვხატეთ მათ მიმართ თანადგომა და ჩვენი აზრით უკვე დროა, რომ ქართული ხალხი ერთმანეთს გვერდში ამოუდგეს და გავაკეთოთ ის საქმე, რომელსაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია. Gainteresant.